ქართული მარტო ენაა? ამ სადა ერთის შეხედვით უბრალო შეკითხვით იწყება მუხრან მაჭავარიანის სულ ერთსტროფიანი ლექსი. შეკითხვით, რომელზეც ერთხელ მაინც ალბათ ყველა ქართველი დაფიქრებულა. მართლაც ქართული მარტო ენაა? იცის ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხმა მისი ფასი, მისი თავგადასავალი, ესმის მისი საკრალურობა, გააზრებული აქვს მისი ერთადერთობა და შეუცვლელობა, მისი მნიშვნელობა და მისია, დააკავშიროს, შეადუღაბოს ყველაფერი ქართული, ანიდან ჰოემდე, ერთიდან უთვალავამდე, სიზმრიდან ცხადამდე, იდეალურიდან მატერიალურამდე, ცნობიერებიდან სახელმწიფომდე. აღადგინოს ჟამთაცვლის გაწყვეტილი დროთა კავშირი, გაამთელოს დარღვეული ერთობა. აღჭურვილია ამენის მშობელი ხალხი უფროს უმცროსიანად, ზრდასრულ მოზარდიანად სათანადო იარაღით, ანუ ენობრივი შეგნებით, რათა შეძლოს ქართულის დაცვა ენების ციფრული ყდომის ეპოქაში. შეძლოს უპასუხოს შეკითხვას, ქართული მარტო ენაა და სწორად გაშიფროს პოეტის გზავნილი. მისი პასუხი ამ შეკითხვაზე. ქართული ქართველთ რწმენაა, ღმერთია, ბედისწერაა, ზღვაროა, იმოდენაა. მოგესალმებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. ქართულ ენას ყველაფერთან ერთად, მტერთან ერთად და გამოწვევებთან ერთად არ აკლდა და არ აკლია დღესაც თავგამოდებული მცველები და მოამაგენი. ბევრი მოღვაწე და მეცნიერი მდგარა და დგას დღესაც მის სამსახურში. თუმცა მათ თითოეულ მათგანს ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, მხარში ამოდგომა ამ დიდ საქმეში. დიდი პატივისცემით მინდა წარმოგიდგინოთ ამ მოამაგე მცველთაგან ერთ-ერთი ბატონი გიორგი გოგოლაშვილი. ბატონო გიორგი, მოგესალმებით დიდი პატივისცემით და რა თქმა უნდა ვიწყებ მადლობით, რომელიც გეკუთვნით პირადად თქვენ და რა თქმა უნდა ყველა იმ ადამიანს. დიდი მოწიწება, დიდი პატივისცემა და დიდი მადლობა ყველასგან. გავკადნიერდები და ასე ვიტყვი. ყველასგან, ვისაც უყვარს და ეძვირფასება მშობლიური ენა. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა მოწვევისათვის და აი ამ შესაძლებლობისათვის. ნახევარი საუკუნეა ქართულს ვასწავლი. აი ეს კითხვა, რომელიც თქვენ თავიდან დასვით, ამ კითხვით ვიწყებ შეხვედრას და საუბარს, რომ კითხონ რა არის ქართული ენა, მე გამიჭირდება განმარტება ისეთი, როგორიც მუხრან მაჭავარიანმა თქვა. ქართველთ რწმენაა, ღმერთია, ბედისწერაა. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი პოეტური სიტყვები, ეს ჭეშმარიტებაა. სხვათა შორის ქალბატონ ანას ააქნა თქვამი, რომ ენა ბედისწერაა, ენა ჩემი ბედისწერაა და ასე შემდეგ. ჩვენმა ისტორიამ, ქართველი ხალხის დამოკიდებულებამ ქართული ენისადმი ეს დაადასტურა. სხვათა შორის მუხრან მაჭავარიანს აი კარგია რომ ამ დაიწყეთ თქვენ და ასეთი ისიც აქვს გამონათქვამიც რომ არც ერთ ერს იქ რამდენიმე ერს ასახელებს ჩვენს მეზობელს თუ არამეზობელ ერებს რომ მათთვის ენა არ არის ის რაც არის ქართველისათვის. ნახავ თქვათ ებრაელს არ იცის ებრაული და არის ებრაელი. ვერ ნახავ ქართველს არ იცოდეს ქართული და იყოს ქართველი. რატომ? იმიტომ რომ ქართველობა იგივე ქართული ენის ფლობაა, ქართული ენის ცოდნა, ქართულ ენაში ცხოვრება, როგორც ვიტყვით ხომ, თუ ასე არ არის, მაშინ კარგავს ქართველობას და ასე შემდეგ. საქართველო, ბატონო გიორგი, არ იარსებებს ენის გარეშე, არა ქართული ენის გარეშე, მაგრამ ქართულ ენას ვერ გადაარჩენს ხალხი, ვისაც არ აქვს ენობრივი შეგნება, ენობრივი ცნობიერება. მე მინდა ასეთი კითხვა დაგისვათ. ენობრივი შეგნება რას ნიშნავს? სად იბადება? ვის მიერ ღვივდება და რატომ? ვაჟა-ფშაველას აქვს გენიალური ნათქვამი. ერი დედა ენისა. და მე იქ გძელდება რომ ერი შობს ენას და ერი აგებს მერე პასუხს ის მის გზაზე, მის პატრონობაზე და ასე შემდეგ.
აი ეს შეგნება რომ ერი არის ენის დედა უდიდგანვე იყო ქართველ კაცში. არასოდეს თქვათ სხვაგვარი გააზრება ქართულს არ ქონია. სხვათა შორის აი ეს ილია ჭავჭავაძემდე ამოდივართ ხოლმე და მამული ენა სარწმუნოება სამი ღვთაებრივი საუნჯე გენიალურად არის ნათქვამი, მაგრამ ეს არ არის ილია ჭავჭავაძის მიგნება. ეს არ არის ილიას აღმოჩენა. აი მაგალითად გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც იგივე აზრია გატარებული. ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაც შინა ქართული და ენითა ჟამი შეიწერვის და ლოცვა აღესრულებს. ქართლი ანუ საქართველოა ის ქვეყანა, სადაც ქართულად ლაპარაკობთ და ლოცვა ქრისტიანულად და ასე შემდეგ. იგივე რასაც ამბობს ილია. უფრო შორს რომ წავიდეთ იოანე ზოსიმეს დამოკიდებულება, რა ქებაი და დიდება ეკა, რა არის ქართული ენა ქართველი კაცისათვის და ყველაზე ადრინდელი რაც აი სწორედ რომ შეიძლება თქვას რომ ქვაში გამოქანდაკებული მუხრან მაჭავარიანის აზრია ეს არის დავათის სტელა. ეს საოცარი სტელა აღმოჩნდა საბედნიეროდ მე-20 საუკუნის ბოლოს. ეს არის ქვაჯვარი მოგეხსენებათ, მაყურებელსაც შევახსენებ, სადაც გამოხატული არის ორი მთავარანგელოზი, რომელთაც ხელში უჭირავთ ეტრატი და ეტრატზე ანბანია გამოხატული. გაოცებული არიანო, როგორც ამბობენ მკვლევრები, ხატოთ მცოდნეები, აი ამ კომპოზიციით. ეს ცნობილი კომპოზიცია გაღმერთება ხდება მთავარანგელოსების ხელით, მაგრამ რისი ანბანის, ანბანი რა არის? ანბანი ენის სიმბოლოა. ჯერ კიდევ მე-5 მე-6 საუკუნეში ქართველმა კაცმა იქ, სადაც სხვები სვამენ, თქვათ ლაზარეს ან ვინმე წმინდანს ან ქრისტეს თუნდაც და ასე შემდეგ, ჩასვა ქართული ანბანი და გვითხრა რომ ეს ჩემთვის ღმერთია, ეს ღმერთის სტოლა. აი ამ შეგნებით მოვდივართ ჩვენ აქამდე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ საზოგადოებას აქვს ეს ენობრივი შეგნება. აი 1978 წელს არ გვიფიქრია მანამდე ჩვენ ამაზე, როგორც კი დადგა პრობლემა რაღაც ქართული ენის წინაშე. საფრთხე იმ წუთში გაიღვიძა ამ შეგნებამ. ეხლა ჩვენ გვიფიქრია, წიგნის გავაკეთეთ მე და ხმალაძემ, თამაზ ხმალაძემ ამასინათ. რა მოხდებოდა, თქვათ იმ 78 წელს რომ არ გავსულიყავით ქუჩაში და ჩაევლო ამას ისე როგორც მოგვაწოდეს. ვერ შეეგუებოდა ქართველი ამას და რატო ვერ შეეგუებოდა? დღიდან ქართველი ერის არსებობისა და ენის არსებობისა მისთვის ქართული იყო ყოველთვის საფიცარი. ამას არ თმევდნენ. ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენა იყო თელი მისი არსებობის მანძილზე. მონღოლობის დროსაც კი, არაბობის დროსაც კი, რუსეთმა მოინდომა მე-19 საუკუნეში ამის წართმევა და ღვთისმადლით მერე მოვიდა ილია აკაკი იაკობი და ამათ გადაგვირჩინეს ეს ყველაფერი და აი ეხლა ისევ დადგა საფრთხე ამისა რომ ეხლა თუ ჩვენ არ გვექნებოდა კონსტიტუციური ზურგი თქვათ ამ შემთხვევაში, რასაც უნდა გააკეთებინა და ბევრი რამ წახდებოდა. როგორც კი საფრთხე იგზნო ქართველმა კაცმა, იმ წუთში ამოქმედდა უკვე მისი გონება და თავგანწირვაზე წავიდა ქართველი. და თუნდაც ეს შეგნება, რასაც ეს არის ენის გააზრება, რომ მე წამართმევ ენას, მართმევ ქართველობას. მე ჩემს ქართველობას ვერ დაგითმობ. ანუ ენას ვერ დაგითმობ და თავგანწირვაზე წავიდა. ჩვენ გვახსოვს ალბათ, რომ ტანკები იდგა მთავრობის სახლის უკან მაშინ და 56 არცი შეშორც იყო. მშობლები აფრთხილებდნენ მაშინ ახალგაზრდობას არ გახვიდეთ, გესწრიან, იმიტომ რომ დაუნდობელია ის ქვეყანა, ის მთავრობა არა. უნდა გავიდეთ გადავარჩინოთ და ეს შეგნება არ უნდა დაიკარგოს. ახლა ამ შეგნებისა და ეროვნული სკოლის ნიშნულობა და მინდა უბრალოდ ტელემაყურებელს შევახსენო, რომ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელსაც ეკუთვნის ასეთი სიტყვა, მოდი ვთქვათ, ტერმინი მთავარ მოღვაწენი და ამ სიტყვაში ნაგულისხმებია ილიასთან და აკაკისთან ერთად იაკობ გოგებაშვილი, დედა ენის და ბუნების კარის ავტორი. ეს ნიშნავდა იმას, რომ იმ ტრიადას, რომელზეც ჩვენ ახლა სულ ახლახანს ვისაუბრეთ, ენა, მამული, სარწმუნოება, დაემატა კიდევ მეოთხე, ხომ?
ეროვნული სკოლა. გაუთანაბრდა დედაენა და ეროვნული სკოლა ჩვენი იდენტობის საფუძველს. თავარ საფუძვლად. ეხლა მე ვთქვი წეღან რომ მე-19 საუკუნე იყო ყველაზე მძიმე საუკუნე ქართული ენის ისტორიაში. იოანე საბანიძეს აქვს ასეთი კანონზომიერება აღმოჩენილი. აბოსამებაში არის რატომ მოიყვანა აბო ღმერთმაო ჩვენთანო ქრისტემან მოგვანიჭა რატომ გაუჭირდა საქართველოს და მეოხად ჩვენ და ქრისტემან მოგვანიჭა ის ამბობს როგორც კი გაუჭირდება საქართველოს გაუჭირდება ქართულობა ქრისტიანობა ჩვენში ღმერთი მეოხს გვიგზავნის უჭირდა მე-19 საუკუნეში და მეოხად ჩვენ და მოგვივლინა ილია ჭავჭავაძე არის ასეთი გამონათქვა იაკობს აქვს გოგებაშვილს ნათქვამი რომ არც ერთ მსოფლიო გენიოს არ აქვს იმოდენა მნიშვნელობა თავისი ერისა და თავისი ქვეყნისათვის არც ერთ მსოფლიო გენიოს რაც ილია ჭავჭავაძეს აქვს თავისი ქვეყნისათვის ეს არის საოცარი შეფასება არის და ზუსტი შეფასება მაგრამ იმდენად მძიმე იყო ვითარება როგორც ჩანს ღმერთმა იფიქრა რომ მარტო ერთი ილია არ იყოფოდა ამ საქმეს და 2-3 წლის შემდეგ აგერ იმერეთის კახეთში ილია დაიბადა 37-ში ქართლში იბადება გოგებაშვილი და იმერეთში აგაგი წერეთელი მე როცა ვამბობ იმას რომ იაკობ გოგებაშვილი არის ილიასა და აკაკის რანგის მოღვაწე მე გულისხმობ ქართული სალიტერატურო ენის განვითარებისა და დამკვიდრების საქმეში აი ხოლმე ილია მასშტაბები უზარმაზარია ილია ყველგან არის ილია ყველაფერშია გოგებაშვილის სფერო შედარებით შემოზღუდულია ეს არის განათლების სფერო აი აქ ილია თავად აძლევს უპირატესობას იაკობ გოგებაშვილს და ილია იაკობს ეკითხება თავად ილიას ქართული განსხვავდება აკაკის ქართულისაგან იმიტომ რომ არ არსებობს ერთიანი ქართული სალიტერატურო ენა და შემოვიდა იაკობი რომელმაც თავისი სახელმძღვანელოებით დაამკვიდრა ერთი ქართული რომელსაც მისდევს ილია წაგდა სრულიად საქართველო აი როცა ვამბობთ რომ ეს ეროვნული სკოლა სწორედ ეს არის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შექმნა ერთიანი სასკოლო საგანმანათლებლო სისტემა, სადაც ისწავლებოდა გოგებაშვილის წიგნებით. გოგებაშვილის ამარაგებს თავისი ლიტერატურული პროდუქციით ილია აკაკი და სხვები და ასე შემდეგ და დამნამდვილებით შემიძლია გითხრათ. რომ 2 წლიან სკოლაში დედაენა და 4 წლიანში დედაენა და ბუნებისკარი. ქართველ ბავშვს გაცილებით უკეთეს ცოდნას აძლევდა მაშინ ქართული ენისას, ლიტერატურისას და გეოგრაფიისას, საქართველოს ისტორიისას, ვიდრე სამწუხაროდ დღევანდელი საჯარო სკოლა და ამაზე მე პასუხს ვაგებ ამ განცხადებაზე. ბატონო გიორგი, როგორ მივიტანოთ თაობა ზეტამდე, თაობა ალფამდე ეს დედა ენა? დღეს იაკობ გოგებაშვილის საანბანეს სახელმძღვანელო ეს არის უნიკალური არა მარტო ჩვენ სინამდვილეში, მრავალი იყოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ვენესუელაში ჩატარდა 60-იან წლებში მსოფლიო საანბანე წიგნების გამოფენა. საანბანე წიგნების მსოფლიო ენებისა. გოგებაშვილის დედაენამ გაიმარჯვა პრინციპმა გოგებაშვილის საანბანე სახელმძღვანელოს აგებისას. ესა უზარმაზარი საქმეა. საიდან რა არის მიხედვით მარტო ია და აია რო პირველი გაკვეთილი. ამას ამბობენ ეს არის ეპოქალური მიგნება და აქედან მერე როგორ აიგება ეს ყველაფერი. ეხლა რა ეშველება და დღევანდელ ბავშვებთან და გახსოვთ თქვენი ის იყო რომ ცვლილებები უნდა შევიდეს, ეპოქა უნდა იყოს გათვალისწინებული და თანამედროვეობაც. აი თქვენ დაგისვეთ ასეთი კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს? აი ია იქნება თუ აი მე ვიქნები? რას უპასუხებთ ამ შეკითხვას? ეს შეიძლება დაგისვათ ამ ბავშვებს. დასმულა ასეთი კითხვა ერთ-ერთ სახელმძღვანელოს ეწერა აი მე. ეხლა თავარი რა არის? გოგებაშვილის მიზანი რა არის? ეს პატარა ბავშვი ხამია ეს სიტყვა ამის გამოყენება იცის იაკობ გოგებაშვილმა, ესე იგი არ იცის ჯერ რა არის წიგნი, რა არის განათლება და ასე შემდეგ და ამ სამყაროში უნდა შეიყვანოს საანბანე წიგნმა.
უნდა ჩაგიდოს ხელი იაკობის დედაენამ და შეატაროს სამსაეს და ასე შემდეგ. იაკობს აქვს ასეთი პრინციპი. სწავლა ნაცნობიდან უცნობისაკენ და მარტივიდან რთულისაკენ. და ერთის კიდე ამბობს რომ ნახატმა უნდა ასწავლოს ნახევარი ბავშვი, ანუ ნახევარი ცოდნა ნახატმა მიშეს. უხატავს იას ყველასათვის ნაცნობი და ეკითხება, აბა რა არის კითხვა არ იცის ბავშვმა. ბავშვი ემბობს ეს არის ია. მოსდევს მეორე გაკვეთილი თითი დაუხატა, აბა რა არის ეს თითი. ანუ ნახატისა და ტექსტის შესაბამისობა. მერე საათი მოდის და ასე შემდეგ. აი ეს არის მთავარი რომ ბავშვმა შეძლოს თავისით გააზრება იმისა რომ იმ საგნის სიტყვა არის ქვევით დაწერილი და მერე დაშალოს ეს. სხვათა შორის დღეს ალტერნატიული სახელმძღვანელო არსებობს ერთი იქ ამ პრინციპზე არ არის აი იაზე ევროპულ პრინციპზე და ევროპაში რა ხდება ასწავლიან ჯერ კითხვას სურათი, მერე სურათზე წარწერაა და მერე რო ჩაივლის კურსს, მერე ასწავლიან წერას, ანუ დაშლიან. იქ რაშია საქმე? იქ ერთი ბგერა შეიძლება გამოიხატოს 200-ი, 300-ი, 400-იც კი. ერთი და იგივე 100 შეიძლება წავიკითხოთ ასეც და ისეც სხვადასხვა პოზიციაში. ეს არ რთულებს იმ ბავშვის ყოფას და იმ ბავშვის შესვლას წიგნიერების სამყაროში. გოგებაშვილი ამბობს, მე ეს პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ აქ საოცარია ესეც. ჩემი როციაქეს, ეს ჩემი ოსტატობა კი არ არის. ენა გვაქვს უნიკალური ასეთი და ეს ჩვენი ენის წყალობაა და არა ჩემი ოსტატობა. აი ესეთი. ეხლა რაც მთავარია, კი ბატონო, შეიძლება ის ლექსიკური ერთეული, რომელიც მაშინ იყო აქტუალური, დღეს აღარ არის და ამიტომ უნდა ჩავანაცვლოთ თავარი ამ პრინციპს. თავარია რომ გოგებაშვილმაც დაიბარა მოკვდება დედაენა თუ ის არ გავაკეთილშობილებს. თუ არ ხო გავაუკეთესეთ. ან გავაუკეთესეთ და ალბათ ამაში იგულისხმება თანამედროვე ამას გულისხმობს. ერთია. აი ეგ ერთია კიდევ. როცა შეცვალეს თქვა 60-იან მობადიეთ მე-20 საუკუნეში 30-იან წლებში და 40-იან წლებში. შემოიტანეს მაშინ დაარქვეს საბჭოთა დედაენა. ეხლა რას ნიშნავს საბჭოთა? შემოიტანეს ცნებები თქვა საბჭოთა არმია, ლენინი, სტალინი, ადრე ბერიაც იყო, კრემლი და ასე შემდეგ. საქმე რა არის? გოგებაშვილს აქვს ასეთი ნათქვამი, ეს გენიალური შეგონებაა. თავის მიშვილს უთხრა, აი დედაენა როგორცაც ახლა ვტოვებ მე 1912 წელია. ასეთივე იქნებოდა რომ იგი დამეწერა ერეკლე მეფის დროს. ერეკლე მეფის დროს რას ნიშნავს? თავისუფალ საქართველოში რომ დამეწერა, ისეთივე იქნებოდა როგორცაც დღეს წერ ამ შავრაზმელობის პერიოდში. ანუ პოლიტიკა საანბანე წიგნზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. პოლიტიკა საანბანე წიგნში არ უნდა შემოიტანოს. ბავშვს პოლიტიკის გარეშე ასწავლე სკოლა, ეს წერა კითხვა და მერე კი ბატონო, მერე გაუცნობიერე მას. თუმცა პოლიტიკა გვერდს არ უვლის ამ პრობლემას, ენასთან ხშირად ებმება ჭიდილში და ამის მაგალითი ჩვენ გვქონდა სულ ცოტა ხნის წინ, როდესაც 2005 წელს უმაღლეს სასწავლებლებიდან ქართული ენა ამოიღეს როგორც სავალდებულო საგანი. 20 წელი გავიდა მას შემდეგ ბატონო გიორგი და ბრუნდება ეს ქართული ენა უმაღლეს სასწავლებლებში. მნიშვნელობა მინდა რომ შეაფასოთ ამას. აი საოცარი პერიოდი იყო ის პერიოდი, როცა ერთდროულად ქართულმა ენამ განიცადა საოცრად სერიოზული დარტყმა. ეხლა ჩემ მეხსიერებაში, რაც მე ისტორია ვიცი, ერთბაშად ასეთი შეტევა ქართულ ენაზე არ ყოფილა. 2004 წელს კანონი მიიღეს უმაღლესი განათლების შესახებ და კანონიდან ამოიღეს მუხლი ასეთი, რომ უმაღლეს სასწავლებელში სწავლების ენა არის ქართული ენა. ეს ადრე იყო და ჩვენ ბრძოლა სწორედ ამის გამო დავიწყეთ და ღვთისმადლით ეს დავაბრუნებინეთ იმ კანონში. გაუქმდა ენის სახელმწიფო პალატა ლევან ღვინჯელიას ხელმძღვანელობით, ეს ცნობილი იყო თელ საქართველოში.
გაუქმდა ეს პალატა. გაუქმდა პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისია, ნორმების დამდგენი, დამფუძნებელი და ასე. პარლამენტში ქვეკომიტეტი ქართული ენისა. ტელევიზიაში რამდენიმე გადაცემა ენა დედაერისა ქართული და ჩვენი ენა ქართული ენაის შემკული და კურთხეული რადიო პროგრამა იყო ასეთი. ესენი ყველაფერი ერთბაშად გაქრა და ამოვარდა საგანი ქართული ენა ისწავლებოდა ყველა უმაღლეს სასწავლებელში და ეს იყო 1978 წელს ჩვენი გამარჯვების შედეგი, წყალობა. მაშინ მოვითხოვეთ და მაშინ შემოვიდეთ. სხვათა შორის სამწუხარო ის არის, როცა ჩვენ ეს ბრძოლა დავიწყეთ და მაშინ ვეკითხებოდით ამ რეფორმის მესვეურებს, ეს ლომაიას რაზმი იყო, გარკვევით ითქვა ერთ-ერთ იმაზე შეკრებაზე, რომ ჩვენში მთავარი და არსებითი ის არის, რომ იყოს ინგლისური ენა, მან უნდა ჩაანაცვლოს ქართული ენა. ინგლისური ენა უნდა იყოს საქართველოში სახელმწიფო ენა. ეს ითქვა მაშინ. აი შედეგი რა არის? აი ეს პირველ კლასში ეს არის 2006-2010 წელს პირველ კლასში ქართულ ენას გაუყვეს საათები, ინგლისური შემოიტანეს პირველ კლასში. ეხლა ეს მაშინ დაწერა შოთა ნადირაშვილის ცნობილმა ფსიქოლოგმა, აკადემიკოსმა, რომ ჩვენ ვუყავთ ქართველ ბავშვს პირველ კლასში უცხო ენის შემოტანით, იმიტომ რომ მისი ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს, არ შეიძლება. სტანდარტებით მესამე წელს უნდა დაიწყოს ბავშვმა უცხო ენის სწავლა. ეხლა შედეგი რა ქონდა ამისი? ტარდება აი ხო თქვენი წინა გადაცემაში კოტე ჯანდიერი ხავდათ და მახსენდება კოტე ჯანდიერმა წერილი დაწერა ამ 10 წლის წინათ ჩავალე ხელი ესეთ კვლევის შედეგებს რომ 150 ქვეყნიანი სია იყო 150 ქვეყნის სია იყო წარმოდგენილი მშობლიური ენის ცოდნის დონეების შემოწმება ხდებოდა და ქართული ბოლო ათეულში იყო ჩვენზე წინ ისეთი ქვეყნებია მშობლიური ენის ცოდნის თვალსაზრისით სახელიც კი არ გამიგონია რა ხდება რატომ და აი ეს იმიტომ რომ ასეთი შედეგები გვაქვს სხვათა შორის ახლა ხან მქონდა საუბარი და განათლების სამინისტრო დაინტერესდა იმ ძველი კვლევებია ეს შედეგი კვლევები ჩავატარეთ ასეთი პირველ კურსელებთან რაც ეს შეწყვიტეს სწავლა უნივერსიტეტებში ქართულის და ასე შემდეგ ქართული ცოდნის დონე გვაინტერესებდა პირველ კურსელებს ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ორი თვის წინათ ჩააბარეს სახელმწიფო ეროვნული გამოცდები და კითხვები დაუსვით ასეთი უმარტივესი რომელ ბრუნვაში არის ხაზგასმული სიტყვა წინადადება მივეცით სიტყვას გავუსვით ხაზი რომელ რიცხვში არის ხაზგასმული სიტყვა რომელ წკრივშია ხაზგასმული ზმნა კატასტროფული შედეგები ძალიან მძიმე ამის მოსმენა ესე იგი საერთო ჯამში ნახევარმა სტუდენტმა ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ვერ ამოიცნო პირველმა კურსებმა ბრუნვა და რიცხვის სიტყვისო სად არის ჩვენი ქართველობა და ის ქართული შეგნება დავაბრუნოთ უნდა რა თქმა უნდა დავაბრუნოთ ყოველ ფეხის ნაბიჯს სადაც წავაწყდებით უნდა ვასწავლოთ და ისწავლოს შეგნებაში ჩაუდოთ რომ სხვათა შორის აი ერთი ეს მინდა გაიჟღეროს უნივერსიტეტში იყო ერთი ძალიან დიდი კაცი ალექსანდრე ჯანელიძე გეოლოგი იყო რექტორი იყო ჩვენი ერთ პერიოდში მისი ასპირანტი იგონებდა როცა მიუტანდი დისერტაციას ან სამეცნიერო ნაშრომს გადახედავდა და გადმოგვიგდებდაო ნაშრომი ჯერ ქართული ისწავლე და მერე ისწავლე გეოლოგიაო აი ეს შეგნება უნდა დაბრუნდეს რამე ქართველმა კაცმა ქართული უნდა იცოდეს არ იცი ქართული არ ახარ ქართველი თუ არ გინდა ქართველობა მაშინ სხვა თემაა ესა მაგრამ გინდა ქართველიც იყო და არ გინდა იცოდე ქართული ენა ეს აღარ მესმის მე მინდა მაინც ხაზი გავუსვათ იმის მნიშვნელობას რა შეიძლება მოიტანოს და გამოასწოროს 20 წლის შემდეგ აი ამ აღდგენამ სწავლებისა უმაღლეს სასწავლებლებში. მხოლოდ აი ეს ღონისძიება იქნება საკმარისი თუ რაღაც კომპლექსური მხოლოდ ეს ერთი ნაბიჯია მხოლოდ ერთი ნაბიჯი საბედნიეროდ ჩვენ და იყო დრო, როცა თქვა ტელევიზია და რადიო უფრო მეტად ფიქრობდა ქართული ენის ცოდნაზე და სწავლაზე.
დღეს ფაქტობრივად ასეთი ცდელობები ჩვენ არ აქვს. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც სახელმწიფო პროგრამა ან რაღაც ღონისძიებების ერთობლიობა, ეს ალბათ სახელმწიფოს პრეროგატივაა ალბათ. აბსოლუტურად გეთანხმებით და სამწუხაროდ ჩვენ ისევ შევნატრით იმ დროს, როცა უფრო მეტად გვისმენდნენ ჩვენ და უფრო მეტად ისმენდნენ იმათ აზრს, ვისაც ეს პრობლემები აინტერესებდა. 1989 წელს, აი სწორედ იმ 78 წლის 14 აპრილის გამარჯვების შემდეგ იმ დროინდელ ხელისუფლებას მივაღებინეთ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სახელმწიფო პროგრამა, ქართული ენის სახელმწიფო პროგრამა. ჩვენგან წავიდა ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან ბესიკ ჯორბენაძე იყო ამ პროგრამის შემოქმედის და ხელმძღვანელის და წელიწადნახევარი იცოცხლა ამ პროგრამამ. მაშინ იყო ეს რა არის? ეს არის სახელმწიფო პროგრამა, როცა ყველა უწყებას, ყველა დაწესებულებას, ყველა სასწავლებელს, ყველა ორგანიზაციას ჰქონდა თავისი გეგმა, რომ ყოველწლიურად გეგმა უნდა წარედგინა ვიღაცისთვის, რას გააკეთებდა ის ქართული ენის სასიკეთოდ. და ქართული ენის დღეც ამისთვის შემოიღეს, რომ იქ წერია ხაზგასმით ეს საზეიმო დღე კი არ არის, ეს არის ანგარიშგების დღე. რა გავაკეთე წლის მანძილზე ქართული ენის სასიკეთოდ. ის ერთი წელი იმოქმედა, იმუშავა პროგრამა. დამთავრდა ესე. 2015 წელს მივიღეთ კანონი ქართული ენის სახელმწიფო ენის კანონი. ამ კანონში წერია კანონის ამუშავების ბერკეტი არის სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. როგორც იქნა შეიქმნა ეს ჯერ გააჯანჯლეს. კანონის დარღვევით 2017-ში შეიქმნა დეპარტამენტი, 2018-ში აეწყო მუშაობა. კანონში წერია, დეპარტამენტის მთავარი სამუშაო დოკუმენტი უნდა იყოს აი ეს პროერთიანი სახელმწიფო პროგრამა ქართული ენისა. სადაც ჩაიწერება თქვენ რა უნდა გააკეთოთ, მე რა უნდა გავაკეთო, სხვამ რა უნდა გააკეთოთ და ასე შემდეგ. ტელევიზია იქნება ეს გაზეთი, პრესა და ასე შემდეგ. ასეთი კანონები და პროგრამები არსებობს. არსებობს კანონი, არსებობს კანონის მოთხოვნა, არ არის შესრულებული. რა ვქნათ? კანონი გვაქვს, მაგრამ არა გვაქვს, როგორც აკაკი იტყო და ასეთი უცნაური კაცი ვარ, რომ ცოლი მყავს, არა მყავს, შვილი მყავს, არა მყავს, კანონი გვაქვს და არა გვაქვს. ის თემები, რაზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ, ბატონო გიორგი გარკვეულწილად ქართულ ხასიათზე მეტყველებს. და ბევრი ჩვენი მამულიშვილი დიდი წერდა და გამოთქვამდა თავის მოსაზრებებს ქართული ხასიათის შესახებ. თქვენ რომელ თვისებაზე გაამახვილებდით? ეხლა ძალიან საინტერესო კითხვაა. ეხლა ჩვეულებრივად ორი უკიდურესობა არსებობს. აი ესა ვართ ქართველები, რაღაც უბედურება მოხდება ვიღაცას, და რაღაცა. აი ესა ვართ ქართველები. ანდა მე ვარ, მაგი რა მოხდა, კაცო, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ. ეს ორი უკიდურესობა. სხვათა შორის არის ის თვისებები და ის ხასიათები, გახსოვთ კონსტანტინე გამსახურდია. მუდამ ჩვენ სიმცირეს მივჩიოდით, მაგრამ თუ ჩვენში დიდი კაცი გამოერობოდა, ისე დაგვორდნენ. ეს ხო ფაქტია ჩვენ. სულხან-საბა ამბობს, რომ არასკაც კარგისთვის კარგი არ გაუკეთებია და მე იმის მაგალითები. ამ ხაზით გახსოვთ ალბათ მიხეილ ფლევიძის ლექსი, მას შენამ უფრო მარყოლია, იგრაგრია ტერი რუსთაველს და უამრავი, მაგრამ ამის გვერდით არის სხვა მაგალითები, თქვათ. ამის გვერდით არის ისეთი მაგალითი, აი თქვათ ილიას, აკაკის და იაკობის ურთიერთდამოკიდებულებები დავინახოთ. როგორ ცდილობენ ისინი ერთმანეთის ავტორიტეტის ამაღლებას, საზოგადოებაში ერთმანეთის ავტორიტეტის განმტკიცებას, იმიტომ რომ ეს ქვეყანა სჭირდება. იაკობ გოგებაშვილს დაუპირეს იუბილეს გადახდა. გაზეთში გამოქვეყნდა, რომ გაიმართება საღამო სადილი იაკობმა გაზეთს გაუგზავნა წერილი. ამ საღამოზე მე არ მოვალ. ჯერ გადაუხადეთ იუბილეები და საღამოები იალბუსსა და წვიმას მყინვარს და მე იფიქრეთ პატარა სერებზე. გულისხმობს აკაკის და ილიას. მე რომ ეხლა უცებ თქვენ ძალიან არასასიამოვნო მაგალითი მოგიყვანოთ და ჩვენს მსმენელს და მაყურებელს გაუხეთქო გული, რომ იაკობ გოგებაშვილი თვითმკვლელობამდე
მიიყვანეს იგივე იაკობ მოგებაშვილი და იაკობ მოგებაშვილი ვინმე დაწერეს იყვანა თვითმკვლელობამდე იმ დროინდელმა საგანმანათლებლო ესეც ჩვენი ხასიათია. ხაც არა ოღონდ ქართველები არ ერია იმაში სხვათა შორის იაკობ გოგებაშვილი როცა ჩამოვიდა კიევიდან მე 2 წელი ისწავლა დაიწყო სასწავლებელში რაღაც ზედამხედველად და ასე შემდეგ იქიდან გამოაგდეს დაიწყო ვერა და აი ამ ფსიქიკურად გაანადგურეს ეს სამსახური ვერ იშოვა და შედიოდა მტკვარში და არის სხვათა შორის ამის მოწმეები თვითონვე გამოვიდა და ამის შემდეგ 2 თვე ის იწვა მიხეილის საავადმყოფოში ფსიქიატრიულ განყოფილებაში. ამ დროს მხარში ედგა გაბრიელ კიხოძე და გაბრიელ კიხოძის წერილი არსებობს, რომელმაც გამოუგზავნა წერილი ეგზარხოს, მაშინდელ ეგზარხოს, რომ შენ კლავ იაკობს, შენ ხარ დამნაშავე, შენ გვიღუპავ ამ ახალგაზრდა კაცს, ასეთ ნიჭიერს და ასე შემდეგ. უმადურობის შავი კრიალოსანი, მარცვლები უმადურობის შავი კრიალოსანიდან, რომელიც თქვენ გეკუთვნით. საოცრება ეს მარცვლებად აკინძული უმადურობა, რომელიც ჩვენ გვახასიათებს. ალბათ ეს ადამიანურია, ყველა ერში არის, მაგრამ ამ პატარა საქართველოში ეს განსაკუთრებით კარგად იკითხება. ეს სწორედ ის სულხან-საბარო იტყვის, რომ არავის კარგისთვის კარგი არ გაუკეთებიაო, რომ ისიც ხო არსებობს, მეორე ამბობს, თქვათ, მეორე პერსონაჟი, რომ კარგისთვის ცუდი არა ბატონო. ვის იაკობს გაუკეთეს ცუდი იაკობს გოგებაშვილს მოგებაშვილი დაუძახეს გული გაუხეთქეს კაცკინაღა ვაჟაბშაველაზე რომ არის საოცრება იცით ეხა ბერმა შეიძლება არც იცის ვაჟაბშაველამ უზარმაზარი გმირობა ჩაიდინა შირაქის ველი დღეს რომ ქართველებით არის დასახლებელი ზემოქედი ქვემოქედი არხილი ეს ვაჟას დამსახურებაა იქ რუსების ჩასახლება უნდოდა იმპერიას და ვაჟამ ეს გააკეთა რომ თიელები ჩაიყვანა ილიას კარნახით სხვათაშორის ილიას თავდადგმეთ ილიამ ჩააგონა ვაჟამ და მერე უჩივლეს ვაჟას ფული შეგვიჭამაო ისევ ჩვენი უცნაურობები ხდება რომ ნიკო ნიკოლაძეს არ უჩივლეს ნიკო ნიკოლაძემ ხოთი გადაარჩინა ქალაქად აქცია და მერე კაც სასამართლო რამის იძულებული იყო დაეტოვებინა საქართველო ეს ჩვენი უბედურებაა აი ეს არის ჩვენი რა არის იცით ეს არ არის ჩვენი ხასიათი ყოველგან არის ესა და ყველგან იქნება ალბათ ასეთი რაღაცა. სხვათა შორის იმ ჩამონათვალში აკაკი შანიძის მაგალითიც არის რას ჯავახიშვილის გამო თავგანწირვა რო ხდება მადლიერების გამოხატვისთვის. უმადურობა გამოხატეს თქვა ჯავახიშვილის მიმართ და თავისი დაარსებული უნივერსიტეტიდან გააგდეს. ივანე ჯავახიშვილი და ეუნებიან სხვასაც რომ დააგმე ეს არის 30 წელი იჭერენ ხალხს ხრიტავენ ხალხს ამ იმისთვის რომ ჯავახიშვილის გვერდით ნუ დგახარ ის ნაციონალისტია გამოდის აკაკი შანიძე და ამბობს არანაირი თანამდებობა მე არ მიღირს იმათ რომ უარი თქვა ივანე ჯავახიშვილის მეგობრობაზე და მოწაფეობაზე მე მის გვერდით ვიდექი დგავარ და ვიდგები ყოველთვის აი ეს არის თავგანწირვა ეს ერთი მაგალითი საკმარისია და გადაწონის სხვა მაგალითს და ასე შემდეგ. ეს ჩვენი საოცრება ერთიც მიიტყვი ბარემ რომ აი როცა ერთმანეთის ფასი რო იციან. იაკობი ამბობს აკაკიზე, აკაკი პატარა საქართველო. მე აგძელებს რომ პატარა საქართველო სხვა ილიას არის პატარა საქართველო, ვაჟაც და ასე შემდეგ. აკაკი ფეხადგმული იალბუზია ქართული პოეზიისა. აი ასეთი რაღაცა. ნუ ილიაზე ხო თქვათ რასაც აკაკი წერეთელი ილიაზე ყვება. თელავში რომ ამბობს რომ ილია არის ქრისტე ჩვენი, ბეთლემია კახეთი, იმიტომ რომ ილია დაიბადა აქ და ასე შემდეგ. აკაკიზე რას ამბობს ილია? აი კითხულობ და მიკვირს. რას ვამჯობი სიტყვა დავამჯობინო აზრს თუ აზრი დავამჯობინო სიტყვას აი რა არის ჭეშმარიტი მამული შვილობა და აი ასე რატო რისთვის მათ იციან რომ თუ მას აქებს ეს ქართული საქმე მოიგებს ქართული საქმე წაიწევს წინ რადგანაც საქართველოს მოსახლეობა ქართველები დაინახავენ რომ ჩვენ გვყავს ესეც და ესეც აი ესეთი
ბედნიერი შემთხვევაა, როცა ასეთი ადამიანები იყვენ და ისინი ერთმანეთს კი არ ეკიშფებიან, არამედ ერთმანეთს აქებენ, ერთმანეთს ხარში უდგანან და ერთმანეთის მაგალით შემოგვაწევენ ცხადში, როცა გჭირდება. მოდით ჩვენ ისევ ენას დავუბრუნდეთ და იმ სერიოზულ პრობლემას, რასაც ქვია ქართული ლექსიკის ენის გაღარიბება. ეს ძალიან მძიმე საკითხია. მე ვასწავლი ქართულ ენას უნივერსიტეტში ბაკალავრიატში, პირველ კურსზე. და ზოგჯერ მჭირდება რომ მომაქვს კლასიკური ნაწარმოებიდან წინადადება გადავაწერნე ბავშვს და ვიკითხე, აბა ეს სიტყვა გაარჩიე. არსებითი სახელი თქვათ. ვინ ჯგუფის არის თუ რა ჯგუფის, სულიერია თუ უსულო, საკუთარია თუ საზოგადო. მაგრამ ეს რომ თქვას ბავშვმა იმ სიტყვის შინაარსი უნდა იცოდეს. ვიღებ ილია ჭავჭავაძის აკაკზერს და ბავშვი მეკითხება, რას ნიშნავს, მას არ ვიცი. ეხლა კონკრეტულ სიტყვას უბრალო ქართული სიტყვების წარმოდგენა არა, ელემენტარულ რაღაცას ვერ გეტყვის, თქვათ. სერი რა არის, ჩირგვი რა არის და ასე ბუჩკი რა არის. აი ესეთ რაღაცეებზე უჭერთ საოცრება არის. აი ამას რა ეშველება, რა ზოგადად წერლობა, ლიტერატურა ამდიდრებს ამას, ხო, მკვებავს ენას. ძალიან მძიმე დღეში ვარ. წიგნის ფუნქცია დაიკარგა. წიგნიერე, მაგრამ ხელს უწყობს სკოლა სხვათა შორის. შეიძლება ბავშვმა დაამთავროს სკოლა ისე, ჩაირიცხოს უმაღლეს სასწავლებელში, გაიაროს ეროვნული გამოცდები, რომ მას საკითხული არ კონდეს ილია, აკაკი, ვაჟა, ვეფხისტყაოსანი და მიიღოს უმაღლესი როგორ, რას ნიშნავს? როგორ და მოგახსენებთ, იმიტომ რომ იქ ეუბნებიან რომ დაწერეთ თქვათ რაღაც თემა, ხომ? აძლევენ ერთს საპროგრამოს და მეორეს არასაპროგრამოს. არასაპროგრამო და ტექსტია მოტანილი და ამ ტექსტზე აი ამ კითხვების მიხედვით ააგე ამ ტექსტზე პასუხი. არა აქვს საკითხული საპროგრამო წაიკითხავს ამას და იქ პასუხებს. მარტივია ძალიან ესა. ბავშვს ეკითხები ვეფხისტყაოსანზე. იყო დაიცა სადაური არის როსტევანი და შეიძლება თუ არა ბავშვმა სკოლა დამთავრებულმა ბავშვმა გითხრას რომ როსტევანი არ ვიცი რომელი ქვეყნის წარმომადგენელია. იყო არაბეთს როსტევანი პირველი ფრაზაა თქვა. როცა ამბობს მე ვარ არაბი, არაბეთს არ ჩემი დარბაზებია და ვინ ამბობს ამას და ეუნებია ავთანდილი, ტარიელი, ფრიდონი თუ ვინ და არაბი აი ასეთი რაღაცეები. მეცაც გეტყვით. აი ეს კვლევის შედეგები გუშინ წინ გადაუგზავნეს სამინისტროს. ეს წიგნიერების 21 წელს ჩატარებული? დიახ, ესე იგი ეს რა, აი ესეთი რომელ საუკუნეში დაწერა ილია ჭავჭავაძემ აჩრდილი. ეხლა მაპატიეთ და ვერ გავბედეთ კითხვის დასმა რომ რომელ საუკუნეში ცხოვრობდა ილია ჭავჭავაძე. უბრალოდ რომელ საუკუნეში დაწერა ესე. მე-5, მე-6, მე-7, მე-9, მე-10 ყველა საუკუნეს ასახ. აი ეს უბედურება გვჭირს ჩვენ. თუ სერიოზულად არ მოვკიდეთ ჩვენ სასკოლო განათლებას ხელი, არაფერი გვეშველება. მეც ისეთ ზეუნე საფირუს ხმელეთ ზურ მოხტო და დაასრულე ეს ფრაზა. ნუ საოცრება. ნახევარზე მეც გაგონილი არა აქ. თქვენ რომ გკითხოთ ადამიანმა რამდენიმე სიტყვა, რომელსაც ჩვენი შვილიშვილები ვერ გაიგებენ და რომლის დაკარგვაც ყველაზე მეტად გენანებათ. ბევრია ასეთი საუბარი. მაგრამ რამდენიმე რომ დამისახოს. მუხრან მაჯავარიანსა აქ მუხრანსა ენასთან საუბარში ხშირად ვიხსენებთ. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის კითხვა მიყვარსო და რომ ხედავ სიტყვებს, რომელიც მკვდარი სიტყვებიაო, ცრემლი მადგებაო და უყურებ და მიყურებს, მეწოდება და იმასაც ვებრალები მე და ესეთი ისა. ერთი წიგნი გამოვეცი თინეიჯერებს რო ვეტყვით, ეხლა თინეიჯერებისათვის და დავაწერე მასეთი ნინველთათვის და ყრმათათვის. სხვათა შორის ეს საოცრად ლამაზი სიტყვა ეს ნინველი და პირდაპირ განმარტებული იმას სულხან-საბას 20 წლამდე, აი თინეიჯერს რო 11-დან 20 წლამდე ნინველი. ყრმა 20-დან 30-მდე. ნუ ესე ჩვენთვის ვინ არიან ეს თინეიჯერები? თინეიჯერი რატო დამჭირდა მე, რისთვის დამჭირდა მე? ძალიან წყდება გული. იმ წიგნს ისიც დავაწერე, თქვათ რომ ამისა და ამის მეოხებით, მეოხი ესა და ეს. მეოხებითა საოცარი სიტყვა, რაში მჭირდება სპონსორის ნაცვლად, რატომ მჭირდება მე ესა? სამწუხაროდ აი ასეთია.
ბევრ რამეზე მწყდება გული, ახლა თუნდაც ეს ისტორიის ამბავია და კულტურული ისა, მაგრამ აი ქართული სახელები დაიკარგა, თვეების სახელები, დღეების სახელები. მეგრულმა შემოგვინახა რაღაცა ქართულმა, მაგრამ ესენი აი ასე ჩვენ დაუგდეურობით ხდება ეს ყველაფერი. ახლა მაინტერესებს თქვენი აზრი ბილდსიტყვაობაზე და მოჭარბებულ ბილდსიტყვაობაზე, არა მხოლოდ სალაპარაკო ენაში, არამედ სალიტერატურო ენაშიც. 1905 წელი იყო მგონი, ერთ-ერთი მსახიობის ბენეფისი იყო და მაშინ ახალი გამოსული იყო სამწერლო ასპარეზზე მიხეილ ჯავახიშვილი წერილი დაწერა, საოცარი კაცრი რომ ჯერ როგორ აკადრესო მსახიობ ქალსო ასეთი ტექსტიო. მერე იმ ქალმა მსახიობმა როგორ წაიკითხა, რაღაც ერთი სიტყვა იყო სკაბრეზული, თქვათ, აი იმ თელ საღამოზე, სცენაზე და ეს როგორ თქვა, ერთი ამბავი ატეხა. გასულთ ალბათ ოთარაანთ ქვრივში არის ასეთი, რო ეკითხება არჩილი რატო ცემეო, დედა შემაგინაო. და ასე დედა შეგინება პირდაპირ შეეძლო, ჩაეწერა ილიას, რომ ასე უთხრა იმან და მერე ამან მოისურვა. დღეს ამას გააკეთებდნენ. რა ხდება დღეს? ანა კალანდაძე საახა ესეთი რამ ერთხელ მკითხეს, აი ამ ლექსიკაზე იყო. ბილდსიტყვაობას არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლია ჩვენი ახალგაზრდობისათვის ვიდრე ნარკომანიას. იმიტომ რომ ამის შემხედვარ ეს გული უტყდება თავის თავზე საზოგადოებაზე, როცა ასე გაიაფებულია ის გზნობები და ურთიერთდამოკიდებულება. რა ხდება ჩვენთან? ვინ არის პასუხისმგებელი? არავინ. სხვათა შორის იქ ასეთი ისეც ჰქონდა, ეს როსტომ ჩეიძემ თქვა, რომ უნიჭოები შეაფარებენ ხოლმე თავს აი მომრავლებული შოუები, აი ეგეთი ჰუმორისტული შოუები თქვენ. რითი აღწევენ იუმორს? შეიგინება და არის ხარხარი ამაზე, როგორ კარგად შეიგინა, ერთი უფრო მწარედ შეიგინა თუ მეორე უფრო მწარედ შეიგინა. სამარცხვინოა ყველაფერი ეს. აი თქვენ შესანიშნავი წიგნი გაქვთ დაწერილი, რა ფერისაა სიტყვა. ეს ხომ სიტყვის ენერგიაა, როდესაც შენ იგინები, იმ სიტყვას ხომ აქვს საოცარი უარყოფითი ენერგია და ის არა მხოლოდ თვითონ არის დამუხტული, არამედ ავრცელებს ამას. აი ამ თვალსაზრისით, თორე უნიჭოთა თავს შესაფარი რომ არის, ეს ფაქტია. პატივისცემა უნდა გქონდეს ენისა და პატივისცემა უნდა გქონდეს ერისა, როცა აი ამგვარ ბილდსიტყვაობაზე არ იხეუგან, თავისთავად ცხადია. უნდა გქონდეს სხვათა შორის იმ ტელევიზიასაც, იმ გამომცემელსაც და სხვასაც უნდა გქონდეს ამის მოთხოვნა, შინაგანი მოთხოვნა, ეს ზნეობრივი მოთხოვნა უნდა გქონდეს, რომ ეს არ გაატაროს. მე არ ვიცი როგორ არის, რამდენადაც ვიცი, საფრანგეთში ფრანგული კანონი, ენის კანონი ამგვარ რაღაცას არ დაუშვებს ის. ჩვენ უნდა გქონდეს აი ასეთი რაღაცა, იმიტომ რომ არ შეიძლება ყოფილი აი ესეთ შემთხვევა მქონდა, მე ერთხელ ბავშვს პატარა იყო, თქვათ ბავშვი და შენიშვნა მივეცი, ეს რა ცუდ სიტყვას ამბობ, მეთქი ეს ეზოში აღარ ჩაგიშვებ. პასუხი, აი ჩემი ცოლის დაქალებში ითქვა იმგან, ეთქვა იმ ავტო პერსონაჟს მეუნება. იმან თქვა, მამ ბაბო ასე თუ მამა ასე. რა შეტყვი ბავშვს? იმისთვის თუ შეიძლება, ამისთვის რატო არ შეიძლება ამის თქვა. ან ეხლა თუნდაც აი ეხლა გუშინ დღეებში უყურებ, თქვათ იუმორისტული გადაცემა ყვებიან ანეკდოტებს, იმ მონაკვეთს დაედება სიგნალი და ისინი ყვდებიან სიცილით, მე ვერ გავიგე რა თქვეს, კაცო, მაშინ რისთვის აკეთებ ამას, თუ ტელევიზიის მაყურებლისთვის აკეთებ. აი მე ის თქვა მინდა, რომ ეს უნდა აიკრძალოს საერთოდ. ენას პატივი უნდა მივაგოთ. სხვათა შორის განმარტებით ლექსიკონში არ არის შეტანილი აი ესეთი სიტყვები, სკაბრეზული სიტყვები. ეს უსაყვედურა ჰანს ფოქტმა იყო ასეთი ევროპელი ქართველოლოგი, უსაყვედურა ჩვენს განმარტებითი ლექსიკონის ავტორებს, რომ ეს ენის ლექსიკის ნაწილია და სულხან საბამო შეიტანაო და ის უფრო ლიბერალი აღმოჩნდა ვიდრე თქვენო. სულხან საბასთან არის ის ლექსიკა. და მათ უთხრეს, რომ ეს არის ფართო მოხმარებისთვის, მკითხველი საზოგადოებისთვის და სალიტერატურო ენის არის და ამიტომ ეს სალიტერატურო ენა. ამიტომ არ შევიტანეთ, შიბატონო და ასე შემდეგ.
ახლა ფინალისკენ მივდივართ, ბატონო გიორგი, და რომ დაგისვათ ასეთი შეკითხვა, რა პრობლემაა უპირველესად ქართულ ენასთან დაკავშირებით გადასაჭრელი? რა იწვის ყველაზე უფრო, რას უკიდია ცეცხლი? აი, რას ვინატრებდი და ვინატრებდი, რომ ძალიან ღირსეული კანონი გვაქვს ქართული ენისა ჩვენ. ისეთი კანონი, რომელსაც ბარეულიენი და ერი ინატრებს და აი ამ კანონის აღსრულება მოხდეს ისე, როგორც კანონი იყო ჩაფიქრებული და არის. არ ხდება კანონის აღსრულება. აღსრულდეს კანონი ენის შესახებ. და თუ ის აღსრულდება ისე, როგორც ჩაიფიქრა მისმა შემოქმედმა ჯგუფმა და იმ კანონმდებელმა, ენის პრობლემები სანახევროდ მოგვარდება. დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ მადლობას გეუბნებით თქვენ და ყველა იმ ადამიანს, ვინც იღწვის ქართული ენის სიწმინდისთვის და მისი გადარჩენისთვის აი ამ მართლა ციფრულ ეპოქაში. დიდი მადლობა ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისათვის. მადლობთ. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.